Ჭამოვედი მამიდებთან. უნდა მოვეფერო, უნდა მოვესიყვარულო და რა თქმა უნდა გამე კარგი საინტერესო ისტორიები მოვაყოლო. აბა, ჩემო საყვარელო, თვარი და ეხლა უნდა დავიწყოთ. მამიდა. ჩემო ანგელოზო. აბა, ნახოთ ხა. აბა, ჩემო მთვარი და გაგვახალისე რამე ახალი ისტორიები. გახსენის კივრი და გამოუშვი. ჩვენ სოფელში აქ ზორეთში. აი ზიას ზერობა მოყოლილი, ზიას мама ბუკუკა იყო. სახელი არის არაჩვეული. ხო, ნიკოლოზი ერქვა იმასინა მეშვრა სახელი ერქვა ასეთ ბუკუკა. ის კაცი იყო მართლა კურიოზი ისეთი რომ ისეთი რაღაცეები ხდებოდა იმის თავზე რომ მოვიდოდა სახში მე ამას ყვებოდა და ყველამ ვიცოდით მთელმა სანათესაომ ახ ბუკუკას ეს ისტორიები და რო დაჯდებოდა ვეხვეწებოდი ბუკაკის ახლა ეს მოყევი და ახლა ეს მოყევი ყველაფერს გიყვებოდა არასოდეს და ვიხოცებოდი სიცილით ვითომ პირველად ახლა დაბდობის აღების საქმე მეც დავდგე ახლა ეს მოგვიყევი აი მოგვიყევი ეგ ისტორია დავჭი ახლა ბუკუკაცებას რა ქვია აბა დაიწყე მოკლედ რაღაც ეს კიდათ რომ მოყვე ერთი 5 წლის წინ დაახლოებით ალბათ კი 73 წლის ვიყავი რაღაც საბანკო რაღაცები მანიპულაციები მქონდა გასაკეთებელი და პირადობის მოწობა მივაწოდე და დამიბრუნა ამ ხალხმა თანაც ის დღე იყო ძალიან გადამწყვეტი დამიბრუნა გაბადა გასული თქვენ იმასო პირადობასო და გამოსაცვლელიო პირადობაზე და შევწუხდი რანაირად წამოვედი სახში ასე იმიტომ რომ იმ დღესვე უნდა გამეკეთებინა წამოვიღე პასპორტი ქონდა საზღვარგარეთის პასპორტი და ის მიუტანე და გავაკეთე ეს ჩემი საქმე მე დამეზარა და რამოდე 1-2 თვის განმავლობაში ამ ჩემი პასპორტი დავდიოდი და ვაკეთებდი საქმეს ერთხელ მითხრა მოლარემ რომ ქალბატონო ესო პირადობაო თუ არ გააკეთეთო ამ პასპორტითო არ შეიძლებაო და ამიტომ აიყო საჭირო რომ ჩემი პირადობა უნდა გამომეცვალა ამისთვის საჭირო იყო იუსტიციის მაშინ სახში ჩასვლა ახლა თქვენ მოგეხსენებათ იუსტიციის სახში შესვლა რო შედიხარ იქიდან ყველა გზა უნდა გაიარო რასაც გასწავლიან მაგრამ ყველაფერზე არის რიგი სასწაული რიგი ბოლოს გავიარე ყველაფერი რაც მითხრე სადაც უნდა მისულიყავი რაღაცა ნუ დავდექი ერთ მასე როდის მოვიდა ჩემი ესა ნომერი და მივედი ამასთან გოგონა ახალგაზრდა გოგონა არის რა შეეცემა მეთქე პირადობას გაუვიდა ვადათქო და გამოცვლა მინდა პირადობის ხო გადავეცი ახლა ჩემი პირადობა ამ გოგომ რაღაცები გადაშალა გადმოშალა ვინმე ქალბატონო თვარიდაო ჩახედა ჩემი პირადობაში ისო თქვენო პირველი იმასო ივლისს ხარ დაბადებულიო და ახო პირველად მითხარით ახლა ქალი დავბედი 73 წლის ვარ და ვიცი რომ 30 ივნისს ვარ დაბადებული და რას მეუბნებით ახლა კიო ქალბატონო პირველი ივლისია მითითებულიო მე მომაფიქრდა ის რომ დედაჩემი სახლში იყო ნამშობიერები და იმ სამშობიაროში არ ვიყავი მოკლედ მე გაჩენილი და ესე იგი მე მივხვდი რომ მეორე დღეს წავიდნენ საბჭოში რომ ჩემი ეს ჩაწერეს და ესე იგი ვარ 1 ივლისს გაფორმებული აი მე უთხარი ძალიან ისე მასობელი რომ გამაგებინეთ როდის რომელიც ვარ დაბადებული მაგრამ აღარ დამეწე უთხარი მაგას აი პირადობა მაგაგერ და აგერ სამაკ პასპორტი იყო და ამაზე არაო ქალბატონო გადაიპარსა მოკლედ ამგოგომ თავი ვერავითარ შემთხვევაში აბა რა ეშველება თქვენი დაბადების მოწმობა უნდა აღვადგინოთ რომ 1 ივლისს დაბადებული რა ვერ უნდა აღვადგინო მე ახლა ჯერ აუ ზესტაფონში წასვლაზე და მე ისი ზოვრეთში საბჭო და
დედა გადავირი, კარგითო თქვენო ნუ ნერვიულობთ ქალბატონო, ჩვენო გადავაგზავნითო ახლა ამაცო და ერთი სამგვარაში მოგიო, პასუხიო. და ისო გამოგიძახებთ და მობრძანდითო. გავიდა სამი დამირეკეთ რომ მობრძანდით, წავედი ახლა ისევე გავიარე ეს გზები და მივედი. ხოდა ისო მოგვივიდაო ქალბატონო, მაგრამ მაინც არასწორად არისო ეს ყველაფერიო და მაგრამ მათხოვა რა. ისო ეს არისო. არაო, ისევე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი რა არის თქვენთვის ვეღარ დამაკმაყოფილებელი. ეს რომ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად თქვენი დაბადების მოწმობაო. რომ ამაზე მე გაგიკეთოთო ესო პირადობა გავაკეთოთო. დედა კიდე უნდა გადავაგდო, კიდე გადმოაგდანეს ეს საფულში. ერთი სამი კვირის შემდეგ დამიბარეს კიდე, დამირეკეს, მივედი ისე. კი, მაგრამ მე ვთქარ, ეხლა რამდენჯერ უნდა მოვიდე და რამდენჯერ უნდა ვიყო ამაში დავით არაბაში და მთელი დღე უნდა გავაცინო დრო და ყველაფერი და ასე როგორ შეიძლება მე ვთქარ, გააკეთეთ, კაცისთვის არ გავუჩინები ვარ, მე ვთქარ, ამდენი ხანი მთელი მაშინ საქართველოა და საზღვარგარეთის პასპორტით ასე წავსულ არავის არ გაუჩერებ როგორ აკეთებ თქვენ 30 ივნის როცა პირველში ხარ დაბადებული არავის არ გაულანძღივარ მე ვთხარი ამისთვის გავიკეთეთ ახლა არავის ვერაფერს ვერ გავაკეთეთ აბა რა ეშველები ვთხარი ახლა ამ საქმეს რაო ქალბატონო და ახლა ამას უნდა მასათო შედგესო სასამართლო სასამართლო რა გინდა მე ვთხარი მე ვინ უნდა გაასამართლოს მე Chiar de გავასამართლოთ, ამასამართლოთ წარმოგებიან მოწმეებიო, რისი მოწმე? დედა თქვენო რო იმშობიერაო, ვინ ამშობიერა? ვინ ამშობიერა, დედა თქვენიო. მე ვთხარი. კი, მაგრამ შვილო, მე ვთხარი. შენ ჩემი დაბადების მოწმობას რო ეძებ. Na, ჩემი პირადობის ესა, ნახე რომ რამდენი წლის ვარ მე თქო. 73 წლის ქალი ვარ, მე ვთქვი. დედა ჩემი ვინამშობიერა, დედა ჩემი არ არის. ცოცხალი, ის ვინამშობიერა, საიდან იქნება? მე ვთქვი, აუტყდა თვითონ ამ გოგოს სიცილი და მე ვთქვი, რა ესე ასე გამოუვალი სიტუაცია მე ვთქვი, ასე უნდა ვიარო, არაფერი არ უნდა მქონდა. ცხენს აქ მე ვთქვი, ბირკა. Rogati gaqavt ra me saqeda rogor gamovida piradaba tqorbe gaqishda es gogo mogle tkven gaixaret kalbatono ramdeni gwasi აბა მე ვთქვი ამ სიცილში ახლა რა გამოვა ახლა მე ვთქვი არაო მაშინ მოწმები მომიყავს მე ვთქვი ეს საწოდავად ძმა მყავდა ხება მიკვდა ძმა დამყავს მე ვთხარი ერთი და მოგიყვას იმას დააბძილა და მოწმე დააბძილა და მოწმებს იმას მე ვთხარი რომ დედა ჩემი შვილი ვარ და დედა ჩემი გავაჩინა მეტი გამოგწე რა გიხართ მაგრამ ამას ახლა რო ყვებოდი ეს გოგო ხო გადაფიჩინდა თელი ის გოგოები არ ხო არ ძალიან არავის მაგრამ ესენის მოკვდა სიცილით აბა რას მაწვალეთ მე ვთხარი ახლა აუ თან პრეტენზიული ტანით როიც არავის არ გაუჩერებიო რატო გახეს დაბადების მოწმობა შეცვლილი თქო მომეცით ახლა მე ვთხარი რა იქნება დაწყდა თითო სიცილით სამიცე Volvo მოვწეს. მოვწეს ხოლმე. დამირეკეს და რო დამირეკეს. მე ვთხარი არ ჩამოვალ თუ არ მომეცი. არა, ქალბატონო დაბადების მოწმობა გამზადებულია თქვენი. დაიტოვეს მე ჩემი ყველაფერი და პირადობის მოწმობას მალე გამიკეთეს. მაგრამ ყველაფერი უცნაური, მე რატო უნდა დამემართოს, კაცო? სასწაული ხარ და იმით. უცნაური ხარ და იმით.